კი ბატონო, შეგიძლიათ დაიწყოთ. აი ხა შეგიძლია. მოგესალმებით, მე ვარ დავით მოციანი, მედია სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და ნამდვილად სერტიფიცირებული მკვლევარი. დღეს ჩემი სამუშაო თემა ეხება ნანოგრაუზე ეთნიკურ და დაგრძელებულ ტექნიკებს და მუზარის იდენტიფიკაციის ქვეყნებს, ტექნიკებს. პირველი დასაწყისში მინდა ვისაუბროთ მუზარების აღმოჩენაზე და მის აღწერაზე. ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი და გადამტეხი აღმოჩენა წინა საუკუნის ისტორიაში ეხება პერიოდული რადიოსიგნალების დაფიქსირებას 2058 იპოლისგან შემდგარი ტელესკოპით, რომ თითოეული ვიბრირებდა 91 მეგაჰერცის სიხშირეზე და თავდაპირველად ეს სიგნალები არ იყო რაღაც ისეთი, რასაც საწონებული მოველოდებოდა.
შექმნილი იყო იმისთვის, რომ შეისწავლოთ ვარსკვლავთშორისი რადიოწყაროები ვარ. გისმენთ. გამარჯობა, მე ნიკოლოზ კიცალია, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი და დღეს ვისაუბრებ პირველადი ჩამოხრელების გამოსხივების ენერგიასა და სიმძლავრეს. პირველ რიგში ვთქვათ, რა არის პირველადი ჩამოხრელები. პირველადი ჩამოხრელები ესაა თეორიული ობიექტები, რომელზეც ამბობენ, რომ უნდა წარმოქმნილიყო დიდი აფეთქები და მალევე და შესაბამისად მათი ასეთის გამო მათ აქვთ ჩვეულებრივ ჩამოხრელებზე ბევრად ნაკლები მასა. პირველ რიგში ვთქვათ, რამოდენიმე პარამეტრი, რომელიც გამოგვადგება შემდგომ გამოთვლებში. ჩვენ ვიხილავთ ჩამოხრელებს, რომლებიც არიან მზის მასაზე 10-10 ნაკლები მზის მასაზე და ხო და ასევე აქვე ვიტყვი, რომ ეს ყველა საბოლოოდ დადის მაქსიმალური, ანუ შავი ხრელებში ელექტრონების მაქსიმალური ლორენცის ფაქტორის დატვას. ხო, პირველ რიგში საერთაშორისო საერთაშორისო სწავლე ამბობთ და დღეს მივიდეთ წარმოგიდგენთ კვლევა, რომელიც სადაც აქვს ასეთი სადავო ჩვენ გებით კალთების ფაქტორებში. პირველ რიგში მინდა გავასწოროთ კვლევის მიზანი. კვლევის მიზანი ადამიანის ჯანმრთელობის აკუსტიკური ხმაურისა და პულსაცმელების დადებითი და უარყოფითი ფიზიკალური შესახებ სამეცნიერო კვლევების შედეგების გაზიარება. პრეზენტაციის სახით. მოდით წარმოვიდგინოთ ნახატობა ჩვენს გარშემო. ჩვენს გარშემო, რომ შეგვეძლოს დავინახოთ როგორია ბგერა, იქნებოდა ძალიან ლამაზი და ბევრი ვარდული, რომელიც ჩვენს გარშემო იტრიალებთ. საკვლევო თემის აქტუალობა ზუსტად აქედან გამომდინარეობს. ზოგადად აკუსტიკური ხმაურისა და ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ პულსაცმელების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე მინდა აღნიშნო ისიც, რომ ეს კვლევა და ეს თვითონ თემა არის ერთ-ერთი ჩვენი ტექნოლოგიური გარემოს ერთ-ერთი მთავარი მთავარია, იმიტომ რომ ახალგაზრდებში მაინც გამოიყენება პულსაცმელები და ასე. მოდით დავიწყოთ სულთავად. დაიწყოთ, კი ბატონო. მოგესალმებით, მე ვარ ოქრაინელი ჟურნალისტი, როგორც ხედავს, მესამე თეორიული მონაწილეობის ფიზიკის და ფესტივალზე, მადლობა პირველ რიგში ბატონ ანდრია რუკავას. ასევე შემდგომ აქ სურათში არის ბატონი ჯოან შები, რომელთანაც ჩავწერე ინტერვიუ კიდეც მის პოდკასტში, რომელსაც ქვია მეცნიერებას ყველასათვის. შარშან წინ მქონდა წარმოდგენილი ეს აპარატი თერმინი, რომელიც არის მუსიკალური ინსტრუმენტი და გამოსცემს სხვა გერებს, შეიძლება აკეთებდეს რამდენიმე ადამიანი და იმ დროს უშუალოდ ვერ მოახერხეთ ამის ჩართვა. და ეს შეგიძლიათ იხილოთ მის ერთ-ერთ ეპიზოდში. ჩვენ სახელმწიფოს უდასე ჩავთ, იქ ნახავთ ამოწმეთ. მონაწილეობთ არის გაყოფილი და თუ ვერ მოახერხეთ ამ საკითხში, შეგიძლიათ ნახოთ იქ. ყოველ ფესტივალზე მე მომაქვს ხოლმე ფიზიკურად რაღაცა ანამუშევარი, მაგალითად მე ფესტივალზე მქონდა მექანიკური ძრავი მოტანილი, შემდგომ ეს თერმინი. დღესაც ვისაუბრებ ფიზიკურ ადგილზე და ამიტომ ვერ მოხერხდა ამის მოტანა. ეს არის ჰიდროელექტროსადგური, რომლის პროტოტიპსაც ვაშენებთ დოლოგანში, აჭარის ხეობაში. პირველად ამის იდეა გაჩნდა თავისუფალი უნივერსიტეტის საველე პრაქტიკიდან, სადაც პირველად ჩვენ ავაშენებთ მინი-ჰესი, წავედი ხაშურში, ვიდე რამდენიმე ასეთი მილი პლასმასის და შემდგომ ამაზე დავაყენეთ აი დღეს ვახსენეთ ეგრეთ წოდებული არის ტურბინები და აი ხა კარგი იქნება. ენერგეტიკული კრიზისი არის და ადამიანები ცდილობენ, რომ ახალი ენერგიის წყაროები აღმოაჩინონ. დღეს რა ყველაზე პოპულარული ენერგიის წყაროები არის განახლებადი ენერგია, კერძოდ მზის ენერგია, გარის ენერგია და წყლის ენერგია. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით ამ ენერგიების გამოყენება და მოხმარება, მაგრამ მათი უფრო კომპაქტურად გამოყენება მაინც უდიდესი გამოწვევა არის.
და ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ გვაქვს ორი გზა. პირველი არის რა თქმა უნდა უფრო რამ გზა ვიპოვოთ, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენოთ ეს არსებული ენერგიის წყაროები და მეორე არის რომ ახალი ენერგიის წყაროები აღმოაჩინოთ. და ჩემთვის სამეცნიეროდ სკოლაში კვანტურ გამოცდილების ერთ-ერთ ლექციაზე გავიგე რომ ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოთ ენერგიის წყაროები. და სწორედ ამიტომაც დავისახე მიზანი რომ შემექმნა ისეთი სისტემა რომელიც მასში არსებულ კვანტურ და კლასიკურ კორელაციებს მუშაულად განაგრძობდა. მოგესალმებით. მე ვარ ვადიმ კომაროვის სახელობის ნომერად სკოლის 19 საჯარო სკოლის სამაგისტრო სტუდენტი, მე-11 კლასელი და ვინც მე მინდა რომ წავიდეთ დღეს მეხუთე სისტემაში ოპტიმალური მიღება სასწავლო პროგრამის მიხედვით. პირველად მინდა ვახსენო, რომ ცოტა ყველანაირი ხეობა ხდება ჩვენ საფაროში. ეგ შეიძლება იყოს ანთროპოგენური მოვლენები, ბუნებრივი მოვლენებიც. მან ხდება ყოველდღიურად ხევები, რომელიც მაგალითად შეიძლება იყოს ადამიანის შექმნილ პროცესორებში, წრედებში, ელექტროწრედებში, ხდება ხევები. არ მხოლოდ ეგ ბუნებაშიც, მაგალითად ჩიტი, რომელიც აფრინავს იმაშიც კი ხდება ეგეთი ფენომენი, როცა ის უნდა აფრიალებს თავის ხებს და მაგით თქვენ წარმოგიდგენთ ხევის ერთ-ერთ მოვლენას. ვინაიდან ძალიან იშვიათია თვითონაირი ხევა ენერგიის კარგის გარეშე, ჩვენ არ განვიხილავთ სპიურ ხევებს, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მარტივი სახე ამ ხევების, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ მილევად ხევებს. აქ ჩვენ ახალიც წარმოდგენილი. პირველი ეს არის არამილევადი ჰარმონიული ხევა, რომელიც დროის მიხედვით არ იცვლება, უწესრიგობაში არის ეს ხევა. მეორე არის იგივე მილევადი უკვე სამონიური ხევები, რომლებიც გისმენთ ბარბარე. ცოტა თუ შეიძლება ძალიან სწრაფად ლაპარაკობთ, მიჭირს მე პირადად ახლა ხო? სათვალეები განსაკუთრებით კი ბლაითბოლ სათვალეები შედარებით როგორც მოდური აქცია, თუმცა მათი გამოყენება ფაისის ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი ძირითადი დანიშნულების ხო, ესეთ პოლარიზაციად სათვალეებში გამოყენებული სპეციალურები მნიშვნელობას ასრულებენ ადამიანის კოგნიტიურ და უსამართლობის უზრუნველყოფაში. სენს პოლარიზაცია წარმოადგენს ფიზიკურ პროცესს, რომელიც ზედაპირნარების ცენტრს ამცირებს და ხედავს უფრო მკვეთრ და სუფრასպես. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირობებში, რაც ზედაპირნარების ცენტრის მის დაძაბულობას და დაბინდულობას. მაგალითად, რომელიც მართავენ წყლის სპორტის დროს. და თვალზეც საქმე ამ შემთხვევაში ჩამოჯერებს ხედავს და ამცირებს გადაღებებას. წათის მიკროსკოპის შესახებ. კერძოდ, მინის ზედაპირზე მოთავსებულ წყლის შიგახებით შეიმჩნევა, რომ ეს წარმოადგენს გამოსახულების მიღების სისტემა. დადგმაზე ჩემი მოხსენება სწორედაც რომ ასეთი ტიპის ლინზის გამარჯვებულისა და კუთხური რეზოლუციის შესწავლა შეიძლება. ამ სლაიდზე მოცემულია პრეზენტაციის მიმოხილვა, რომელიც იწყება ფიზიკური ანალიზით, ან ორი ოპტიკური პარამეტრისა. ამას მოსდევს ძირითადი ექსპერიმენტული დამდგარი გაცნობა და თეორიული მოდელი. ფიზიკური ანალიზით რომ დავიწყოთ, უნდა აღნიშნო, რომ თუ მინაზე მოთავსებული წყლის ვეც გვერდიდან შევხედავთ, შევნიშნოთ, რომ მას ზუსტად ისეთი ფორმა აქვს, როგორც გადამოზნექილ ლინზას. და თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ წყლის ვეთი გამჭვირვალეა, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ზუსტად იგივენაირად მოქმედებს, როგორც აღნიშნული ტიპის ლინზა. კერძოდ, ობიექტიდან წამოსულ სხივებს პარაქსიალური მეაშლობის თანახმად გადაკვეთს ერთ კონკრეტულ წერტილში, რომელშიც ფორმირდება ობიექტის ზომისგან განსხვავებული ზომის მქონე გამოსახულება. შესაბამისად, წყლის ვეთს აქვს გამოსახულების გადადების უნარი. რაც შეეხება კუთხურ რეზოლუციას, ის გვიჩვენებს მინიმალურ კუთხეს ორ წერტილოვან ობიექტს შორის, რომელთა